მეგობრობასთან დაკავშირებით მინდა კითხო რა. ეხლა ყველამ ვიცით რომ შენი და ბატონი თემური წიგლაურის მეგობრობა იყო სხვანაირი და აპელირება ამაზე არ მინდა გავაკეთო, მაგრამ ზოგადად მაინტერესებს როგორი მეგობარი ხარ, როგორი უნდა იყოს ნამდვილი მეგობარი და ბევრი მეგობარი ყავს თუ არა. არა, მე არ მყავს ბევრი მეგობარი, არც მყოლია არასოდეს, არც ბავშვობაში და არც მეგობარი ცოტა სხვა თემაა. დეფინიცია სხვა მაქვს მე მეგობრის განმარტების რა. აი ახლობლები, კარგი სიტყვა, ახლობლები უფრო მეტნი რო ყავს და მეგობარი უფრო ცოტა, მე მგონი ეს მე არ მეუხერხულება სიმართლე. ანუ ეს სისტემა ხო ეს ძმაკაცი უფრო ცოტა მყავს ვიდრე მეგობარი. კი, ხო აი ზუსტად ეგ დეფინიცია ცოტა სხვა მაქვს რა მე მიდგომა და იცი რა ვიღაცასთან რომ მეგობრობ, ეგ არნიშნავ რომ იმასთან უნდა იძმაკაცო აუცილებლად ყველასთან რა. და ვიღაცასთან რომ ახლობლობ, აუცილებელი არა რომ იმასთან იძმაკაცო და პირიქით იმეგობრო. და აი რაც ხა აპელირებას არც თემოზე არ ვაკეთებ, მაგრამ ჩემი შეხედულებების, ჩემი მორალის, ჩემი თქვა პათოსის, ჩემი რა ქვია ამ სიტყვას ქართულად ჟილკას ამუშობა ასე უფრო კარგად ჟღერს ჟარგონულად ადამიანებს მე ვხედავ თაობას რომელიც სამწუხაროდ ამიერ საქართველოსთან იმიერ საქართველოში მიემგზავრება და აქ მარტო თემოზე არ მაქვს საუბარი ჩვენი ზურადოიძაშვილი ჩემი აკაკულია ჩემი რამდენი ზურავადაჩი ყველა აი ბევრი ბიჭები აი რომლებიც იმ იდეოლოგიით გაიზარდნენ რაც ამ ქვეყანას ჭირდება რეალურად და როცა მეგობრობას ვახსენებ ხოლმე ხა შენ თემ მოახსენე თავში კი მე არ მიყვარს ადამიანების მარტო სიცოცხლეში დაფასება ეს პირიქით აუცილებლობა მგონია რატო ეს ვალი მგონია ვიღაცები ადამიანები ზოგადად რომ სიცოცხლეში დააფასო და აი თემო მე იცი რატო ვახსენე განსაკუთრებულად იყო შენგან მე რაც დავინდახე ყოველთვის მე კი არა ჩვენ არ ვწევდით ადამიანები მაგრამ აი შენგან დავინდახე განსაკუთრებულად დღემდე იდება დაჟე ხა რუსულ სიტყვებს ხმარობთ რა ვქნათ ხანდახან არის ხო თავისუფალი საუბარი ჩვენ ხوار გავსტოკიანი YouTube-იც მაგით ვარ თავისუფალი პლატფორმაა და ანუ რას ვამბობ რომ გუშინაც კი ვნახე რომ ატვირთული ვიდეო და დღემდე დებ დაუშვათ პოულობ ნელ-ნელა თორნიკე და იმიტო კი და ეს დასაფასებელია ძალიან და მაგითო გავუსვი ხაზია მოდი მე ვიტყვი ერთ რამეს იცი რა მე ყოველთვის ვიცი რომ ადრე თუ გვიან ადამიანები გადავალთ იქით სამყაროში და რაც მეც დავტოვებთ აქ კარგ გასახსენებელს მომავალი თაობისთვის უფრო კარგია და მაშინაც ვიცოდი ეს ყველაფერი ხა თემოს და ჩემი და თემოს მეგობრობა ბოლო 10 წლის განმავლობაში მით უმეტეს ხო განსაკუთრებულად ყოველდღიურობით შემოიფარგლებოდა ნუ იმასაც თუ ჩავთვლით რომ მე მისი ღონისძიებების ხშირად ორგანიზატორი და რეჟისორი ვიყავი ხოლმე ეს კიდე საქმიან დამოკიდებულება აბსოლუტურად კი ეს საქმიან დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვა არის მე უბრალოდ ადამიანურ დამოკიდებულებას გულისხმობ იცი რა არის სულ ამბობ ხოლმე რომ კარგ მომღერალსა და კარგ ადამიანს შორის ძალიან დიდი ზღვარია რა მე ვიცი კარგი ბევრი მხატვარი კარგი ბევრი მწიგნობარი მაგრამ ადამიანობის დეფიციტს ხედავ და ცოტა ეგ არის ძალიან ცუდი იმიტომ და ეს ბიჭები და ეს არა ახალგაზრდა ადამიანები მოდი ცოტა ასაკობრივად არ გამოყოფ ხა თორე 75 წელი რა არის 75 წელი ზედავატირე თემოს რო ეგ არ მოსვლა და 1000 კონცერტს ჩაატარებ და კიდე და შენ ძალიან კარგად იცი ცოცხლად სიმღერა მაგას არ უჭირდა თემოს და ის რა ქვია მე ბევრჯერ მინახე რომ მიკროფონი გაუწევია გადაუგდია იქით და თვითონ ანუ ხვდები ხო რა აქ არ გვაქვს ასაკობრივი პრობლემაზე ჩვენ საუბარ უბრალოდ მოხდა ეს ცუდი რაღაცა სამწუხაროდ გრძელდება ეს ცუდი რაღაცეები და ყველანი ხორციელად ორგანიზმები ვართ და ვინ როგორ გაუძლებს და ვირანერად გაუძლებთ ეს იმაზე დამოკიდებული. ამიტომ მეგობრობაზე დავბრუნდები ისე კი იყო განსაკუთრებული და მე მიხარია რომ ხშირად აღნიშნავს ხოლმე ჩემი მაყურებელიც ვინც ხვდება გარშემო რომ რაღაცა განსაკუთრებული მეგობრობის სახე ვაჩვენეთ მე და თემომ რა მე არ მგონია ძმაო რომ თემო ცოცხალი არ არის მე თუ არ გავარო მის საფლავზე არავიდე და ჩემი სათქმელი და საქმნელი არ გავაკეთო და სხვა ბიჭებისაც რა თქმა უნდა ხა ამას წინა თეთოს დაბადების დღე იყო კაკულიასი 79 წლის გახდა და რაზე მწყდება ხოლმე იცი გული მე ზოგადად ალბათ ადამიანები ვართ ესე ვეჩვევით ჩვენი საყვარელი ხალხის გარდაცვალებას და მე ხანდახან გვავიწყდება ხოლმე საფლავზე მათი მოკითხვა ყვავილის დადება რა ვიცი მე საჩუქრის მიტანა ხო და ცოტა გული მწყდება ხოლმე ამაზე რა იმიტომ რომ მე მჯერა და ვიც დარწმუნებული ვარ განა მართლმადიდებლური ხაზით ისედაც დარწმუნებული ვარ ამას რომ მართლმადიდებლობა გასწავლის და ქრისტე გასწავლის იმაზე მეტყვა ვინ უნდა გითხოს რომ იმიერი ცხოვრება არსებობს და იქითკენ მე ვიცი რომ ჩვენც რომ ადრე თუ გიან მოგვიწევს იქით გადასვლა მარტო არ ვიქნები და იმ კარგ ხალხთან ერთად ვიქნები და